Dizamშვიდობა მეგობრებო. დღეს არის 17 ივნისი, ახლა არის 11 საკლია 8 წუთი. მოკლედ ორ საკითხზე გავამახვილებ ახლა ყურადღებას. სამი გამოვალ ძირითადში, იმიტომ რომ ახლა კითხვები კიდე მომდის, ბევრი ბატონო დავით ისრაელის ამბავზე რამე თქვით და ჩემო მეგობრებო, რა ვთქვა იმაზე მეტი, რასაც ამბობენ ჯერერთი საინფორმაციო წყაროები, გასაგები ახლა იქ სამხრივად განიხილავენ მარტო ისრაელი უჭერთ, კი ახლა იმასაც ვანახებენ იქით რაც მოხდა, აქეთ რაც მოხდა, მაგრამ ძირითადში ესენი ამწვებიან ისრაელში თუ რა ხდება და ისრაელის პრობლემები და ის საერთოდ იგნორი გააკეთა მთელმა მსოფლიომ, რომ 2 წელიწადია უკვე ხოცავენ და ჟლიტავენ პალესტინელებს. 2 წელიწადია. გესმით? და რამდენი ბავშვი, ესე იგია, მარტო გაწყვეტილი. მარტო სერიოზულად, მართლა. ყველამ რომ დაიყრუა და ყველამ რომ თვალები დაიგმანა. გესმით? მაგი არაფერი არ იყო თითქოს. რატომ? იმიტომ რომ ისრაელია, ეს მოსულია მათთვის, იმიტომ რომ ის ხომ მსოფლიოს პირველი ერია, ის ხომ ღვთისმშეული ერია და მაგისთვის ყველაფერი მოსულია, ისე როგორც ბიბლიაში წერია. და მე თქვენ გაგირჩიეთ ერთხელ, არ მახსოვს რომელი ნაწილი იყო, თუ ბიბლია რა დონის, როგორ გითხრათ, ужасებით იყო სავსე, რომ პირველია მსოფლიოში და ეს კიდე იდიოტი დაიწყეს ახლა კიდე. გაითიშა თუ ჩავი, გამოვედი? გესმით? ამიტომ არიან ახლა ათასნაირი ბლოგერები და სინამდვილეში ბევრს მართალს ამბობენ და ახლა მე კიდე რაღა ვილაპარაკო. ამიტომ გეუბნებით ხალხო, ეს გარჩეული მაგ ეს საკითხის ყველაფერი ეს მოსახდენი იყო და მოხდა და ეგ არის რა. ზედმეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი. ყველაფერი მიდის როგორც დაწერილი იყო ისე რა. ხო, მოკლედ ახლა ეს ერთი საკითხია. მეორე საკითხი. ახლა კიდევ იმაზე რა ქვია, რომ აფოფქორდა ილომზავრის რა ქვია სექტა. მე რომ ეძახიან სექტას. ახლა როგორ უნდა დაამტკიცოს სექტა ვინ არის და რა არის. სექტა და სექტანტი არის მეგობრებო ის ადამიანი და ის ადამიანების ხროვა, რომელთაც რო ეთქვი, სექტას ყავს თავისი ის რა ქვია ღმერთი, ხო? ბუნებრივია, ჯერ ღმერთი უნდა ყავდეს. მე არავის არ გავუღმერთები ვარ. ჯერეთი და არც წმინდანი ვარ და არც არავის შეურაცხი ვარ. და ღმერთმა დამიფაროს, ახლა იმ დონემდე რომ მივიდნენ ჩემი ისინი რა ქვია. სმენელები. პირველ რიგში სექტას უნდა ყავდეს თავისი ღმერთი. ეს არის სექტის პირველი, ასე ვთქვათ, ინდიკატორი. მეორე რასაც ის იტყვის ერთი, ხო? ამამთავარი, ის წმინდანი, ცოცხლა წმინდანი. იმას ამბობს ყველა ერთად. აი ზუსტად აი ხო გახსოვთ მიშაზოს როგორ იყო მიშა რასაც იტყო და ყველა ერთად დიდიან პატარიან და ერთ იგივეს იმეორებდა. ესე იგი ისინი კი არ არჩევდა, ის მართალია, ტყუილია, ასია, ისია, როცა ეუბნებოდნენ მიშას, ბიჭო, კადრი, შენი ისა პრეზიდენტი, რა ქვია, იმას ჭამს, ხალხს და ასეთი კაცი, ან რო გარბის დაცვის წინასე მსოფლიოში სიცხული თავი რომ მოგჭრა, ეს ის არისო კაცო. ბლეფი, ფეიკი არისო, გამიგე, ამას ქვია სექტანტური აზროვნება. გესმით? როცა ადამიანს აი შუბში ახლი დოკუმენტს 1000%-იანს და რომ დაიგნორებს და რომ მაინც თავისას უბერავს, ხო გავიგე. აი ეს არის სექტა. გამიგეთ? აი ახლა ხანს კიდე სუფრაზე ვიყავი და რა ქვია, აი ჩემი ახალი დადებული რო იყო ის ვანახე 1 და 2-ს გამიგე და ერთი ის და რა თქმა უნდა იგი ყველგან არის ასეთი, რომ რას ქვიაო ესა კაცო, არც კი უყურა, რა იყო რა 5 წუთიანი იყო მაგ, ხო? არც კი უყურა. და ამას ჩვენო იმის თავი, იმისის უფლება არ აგვაქვს, რა ქვია, მობილივად ყველაფერი გასილი, რომ გაანკითხვა არის ღმერთის უფლება,
მხილება არის ბიჭო, გავიგე აწ. წაიღეს თქვენი რა. და მხილება არის ადამიანის უფლება. სულგული ორფეხიანი ადამიანის უფლება არის მხილება. და ამ მხილებაში ამხელს ვინმე ასე ვთქვათ გლერს თუ ვინმე მამამთავარს თუ პრეზიდენტს თუ სულიერ მოღვაწეს ამას არ აქვს მნიშვნელობა. მხილება არის მხილება და ყველას აქვს ამის უფლება. ხო და როცა შენ ყავს ვიღაცა ღმერთი სიტყვაზე, მაგრამ როდესაც გეუბნებიან შენ იცი შენი ღმერთი რომ აი ესეთი ასეთი ის არის თუ ან შენი მამამთავარი ან შენი წმინდანი ან შენი ვისაც ენდობი ხო რომ ეს არ არის ბიჭო ის კაცი და აგერ ფაქტებს განახილო და ყურებაც უარ გინდა მაინც რომ მიაშლიგინებ აი ეს არის სექტა. გამიგეთ? აი ეს არის სექტა. ამიტომ მე სექტობის არაფერი არც მაწყია და არც ჩემი ჯგუფია ისეთი. თქვენ კი ხართ სექტანტები. ირლომზავრი ვინც ახართ. აი ხრიგინი ბიჭო რამდენს ესე იგი ჩამოაყალიბებ ესე იგი დეტალებში ყველაფერს დეტალებში ჩამოაყალიბებ და აქით მოდიან იმას კი არ პასუხობენ კაცო. კი არ პასუხობენ შენ როგორ გაბედე და ეს ბიჭო რა გაბედე კი არ პასუხი გამეცით რომელიმეზე. თუ ვინმეს რაიმეს ისა გააქვთ ან შნო ან მარიფათი ან twinniku გაქვთ ან ენა თუ ლოგიკა თუ ნუ რა ვიცი საერთოდ. ასე რომ სექტა მოიგეთ თავისკენ. თუმცა კარგია იცი რატომ ეს დებილები იმას ანტირეკლამას მიწევენ მე და კიდევ უფრო მეტი ინტერესდება ჩემი გვერდით. კარგით, ეხლა მესამე საკითხი ჩემო მეგობრებო, რომელსაც შეიძლება დღეს მოვასრულო 3 ვიდეო ერთად და მაგ ჩაწერილი და ხა დამუშავება უნდა. თუ დაიდო დღეს დავდები. ესე იგი ეხლა ბოლოს კიდე რო დავდე ამ იმაზე დედამიწის სიმწყეზე ასე ვთქვათ და ეს ხო? ამათმა კიდე როგორ იციან ხა გამომაჩ. ამათმა როგორ იციან ხა რომ აი საკაცო ის ფიზიკა და ასტროფიზიკა და ესა და მის კანონები და მის კანონები 1918 წლამდე 1918 წლამდე ესე იგი სკოლებში ასწავლინენ ევროპაში. რომ დედამიწა ბრტყელია. მერე როგორ გადაკეთდა და რატო გადაკეთდა? ეს მე იმ ფილმში მაქვს ნაჩვენები და დამტკიცებული. მერე რო შემოგვაპარეს რომ თითქოს ისაო ზოგიერთი კიდე რო შემოხდებოდა ეხლა ის ვიდეო რო დავდე მაშინ რომ აბა ჯორდანო კაცო შენ არ გაიგონია მე არ გამიგონია ხა ჯორდანო ხო? ხო და ესე იგი შემოგარგება ჯორდანო რომ მოკლეს ესეც ამაგ იმ ფილმში სხვადასხვა მაგრამ ხა ვინაი ლაივში ვარ კიდე უკეთესად იქნება ვინმე გაიგოს. ჯორდანო რომ მოკლეს იმიტომ კი არ მოუკვლიათ რომ მან თქვა რომ ფეხი დაარტყა და დედამიწა მაინც ბრუნავსო. აი დარდი ახლა მაგისთვის და მიბრუნებდა თუ არ ბრუნებდა არა შემოგარგება. ეს იყო მანიოვრი მზაკრული მანიოვრი. გამიგეთ? იმისათვის რომ ადამიანს რაღაცა დააჯერო, ვიღაცა უნდა მოკლა სერიოზული და ისეთ სერიოზული რამე უნდა მიაწებო იარლიყო რომ მე დააჯეროს სხვას. იმიტომ რომ ჩვენ ურიებთან გვაქვს საქმე მზაყვარებთან თუ არა ვიღაც იმასთან კი არა კაცო. ჯორდანო მოკლეს შემოგარგებო სულიად სხვა რამის გამო. რატომ? იმიტომ ჯორდანო თავად იყო ესე იგი ამ იეზუიტებში და იმებში ნუ სასულიერო იმებში მოღვაწეობდა გამიგეთ, მაგრამ იქ რო დაინახა რომ ბევრი რამე რო წაიკითხა ხო? და რო დაინახა თუ რა ხდებოდა, იქ გაიგო სხვადასხვა რომ დედამიწა ბრტყელია. გესმით? და დაუწყო მათ ბრძოლა. ჯორდანო ბრუნო. დიახ ბატონო. რო დაიწყო ბრძოლა და ეს სანამ ამას იყვირებდა რომ დედამიწა ბრტყელიაო, მოკლეს დააწვეს და მერე გაავრცელეს რომ აი ნახო ჯორდანომ თქვა რომ დედამიწა მაინც ბრუნავსო და ავტომატურად ყველამ დაიჯერა იმიტომ რომ ამისთვის თუ მოკლეს ეს მართალიაო და დედამიწა მართლა ბრუნავსო დაიჯერა ყველამ და მორჩა შემოიტანეს მერე გლობუსი და ასე შემდეგ. ნუ მოკლედ ჩემო კარგებო ამას არ უნდა არავითარი ფიზიკოსობა და არც ასტროფიზიკა მით უმეტეს ასტრონავტობა და რაღაც. ბიჭო
აი ხო ვამბობ არა ეხლა მაინც ევროპაში ხო ხშირად დაფრინავთ ბევრი ძალიან ბევრი ხო აი ბიჭო რო აფრინდებით ილუმინატორში ნიუჟელი ნუ თუ არ იხედებით ხო აფრინდით კილომეტრზე აფრინდით 2 კილომეტრზე 5 კილომეტრზე კაცო დედამიწის ისა ქორდა ვერ ნახეთ სადმე მოღუნულობა თორემ დედამიწა დიდია იმოცუმული რაც ჩვენ გვიწერია 12000 რამდენიღაც ის არის კაცო კილომეტრი დიამეტრი დიდი აგონია ხო და მინიმუმ 3 კილომეტრზე მაინც რა კარგი ბატონო 7 კილომეტრზე რო აფრინდები დედამიწა ხო უნდა ნახო არა თუ მოღუნულია თუ არა რა სად არის ეს ან ელემენტარულად პილოტს კითხეთ კაცო გინახია სადმე როდისმე რო რამდენჯერ აფრენი ხარ ხო გინახია თქო სადმე მოღუნული თქო ან ამას რა თუნდა ფიზიკოსობა ბიჭო აგერ არის მზე აგერ არის როგორ გითხარ ახლა ამას რო ვერ ხედავ კაცი ბნელი ხარ აბარა ხარ ზოგი იყოს რატო ილანძღებიო კაცო მე როგორ მლანძღავე მილიონს აკეთე მეუნებია და მე ხურდას გიბუნებ კიდე მადლობა მითხარი ბნელი ხარ აბარა ხარ ესე ამას რო ვერ ხედავ მზე ღრუბლებში რო აგერ იმალება გამოიმალებ კოკო დამალობას მეთამაშება მთვარე აგერ არის ხო და სად 150 მილიონი კილომეტრი ხალხო რას მე ბჟუტურებით არის ასეთი დამიმტკიცეო რო გეუბნება წელი როაო მე ხა რაც გითხარი ეს დასამტკიცებელი ფაქტებია ან ზღვაზე გადით ზღვაზე უფრო ფართობია გამიგე გადაჭიმული და უფრო ადვილად ნახავ მოღუნულია თუ არა ეხლა ზოგიერთი შენ თქვენ რითი დამიმტკიცებთ რომ რგვალია მე გიმტკიცებთ თქვენ რითი დამიმტკიცებთ განაიდათ ვიდეოს მანახებთ ხო კოსმოსიდან გადაღებული ბიჭო ასეთი ესეც იმაში მაგ იმ ფილმში მაგ ჩადებული ეს არის მინი სპეციალური კამერები არის რომელსაც აქ თევზის თვალს ეძახიან მაგას რომელიც აყენია ბევრ მარკეტებში კიდე რო შეიხედი მარკეტში ესე განახებს მომრგვალებულად ყველაფერს ეს ხო ელემენტარულია ან გაეროზებლებაზე ხელი დედამიწა როა და შენ რო აქეთ იმას გლობუსს გაჩეჩებენ და ამას გაჯერებენ ამას რა თუნდა ფიზიკოსობა მე კი დაგიმტკიცებთ მე რაც გითხარით იმით პრაქტიკაში დაგიმტკიცებთ მაგრამ თქვენ რითი დამიმტკიცებთ რომ რგვალია აი ეს ბიჭო თვითონ არ უნახია არაფერი და რაღაც მოიადებს გეუბნებიან ის სურათი და ისა ეს სურათს მე კიდე გადავიღებ ხა ავიღებ პატარა კამერაზე აი ესეთ რომ მომრგვალდება ის ზოგიერთი სიჯერა რომ ალბათ თვარეზე კიდე დაფრინდნენ და ერთი ამბავი და ნუ მოკლედ კიდე მაგ ერთი ნაწილი კიდე გავაკეთე პატარა ვიდეო იქნება ესეც ცოტა სენსაცილო იქნება მაგრამ სენსაცია მოკლედ ჯერ იმას დავდებ ნუ ნახოთ ახლა სამივეს ერთად როგორ დავამონტაჟებ ხო და მერე დაველოდოთ კარგით მეგობრებო ამაზეც იქნება პასუხი და აი იმაზე სოსო ჯაჯანიძე კიდე ვინ არის ჩოლოყაშვილის პარტიის ისა ქვია საზოგადოების ის რო არის მე ეს ჩოხოსანთა პარტია და კიდე ვინ მოკლედ თუ არ დამბლოკეს აი ყველას ერთად საქართველოში განახეს შეიძლება პატარა ცირე რაღაცა გამომჩნდა და გამომჩება კიდევაც ვიცი მაგრამ იმდენს განახებთ ილიას საცეცებს რომ გული გაგისდეს შეიძლება აი რომ მე როიწვევთ მე დარჩა ვინო საქართველოს არ დარჩა ჩემო კარგებო არ დარჩა იმიტომ რომ 33 წელიწადი ცოტა არ არის ამათმა ბევრი იმუშავეს ჩვენ კი გვართობდნენ რაღაცეებით მანამდე თავის საქმეს აკეთებდნენ მე ჩვენ კიდევ ჭამდით ამას ყველაფერს მაპატიეთ სიტყვისათვის ჭამდით იმიტომ რომ კეთილად აი შეფუჩეჩებულ კამპებს გვაწოდებდნენ და ეხლა კიდე შეჭამს ხალხი აი მის რა ქვია გესმით ვისაც ძინავს მაინც შეჭამს ასია ბატონო დავით სად იყავი და აქამდე თქვენს ვიდეოებს უგზავნი ყველას
გამექცა კალბატონო იმაში ლაივში ვერ ვიჭერ. აჰა. არა გამექცა ის. მე სახში რომ ვარ გიპასუხებ ყველას. კარგით, ჩემო კარგებო, მე სად ვიყავ, მე აქ ვიყავ, ჩემო კარგო. მე 33 წელიწადი არცად არ წავს ვარ და არ გავხილულ ვარ და არავისის აი საცეციც არ ვიმიცი. აი ეს იყო ჩემი, თუმცა ამან ყველაფერმა გამოხატა ჩემი ბრძოლის უნარიანობა, შემდეგ ის ნერვებიც უფრო იმასაკნა ჩამოყალიბდა ამ ბრძოლაში ყველანაირად და მე რაღაცები კიდე რო ვიცი, ესეც კიდე ამის ბრალია, ასე რომ მეორე იმ ჩემი მტერის დამსახურება, რომელიც მებრძოდა და მებრძვის დღესაც. ირიბად მადლობა კიდე მათ. კარგით, გმადლობთ მომავალ შეხვედრამდე. დღეს კი მოვასწრებ მგონია, დღეს მაშინ კიდე ვარ სადირალოში. სასასველი, მაგრამ მოვასწრებ ერთს მაინც მოვასწრებ და დავდებ ალბათ საღამოსთვის 8 საათისთვის. 8-9 არ ვუსურთ. მომავალ შეხვედრამდე.